კამერას, რადგანაც ტყობა ხარისხი ინტერნეტის არ არის მაღალი და ამიტომ ითიშება და მოკლედ გავჩერდი იმაზე რომ ვნახეთ თუ რა ცუდი თვისებები აქვს გაბრაზებას, ხო? რაც ადამიანში რომ იყოს ადამიანი, ამიტომ ხომ გადავიდეთ თემაზე, რაც მინიმუმ ცოტა მაინც მოგვეხმარება, რომ ვიპოვოთ წამალი, რით შეიძლება რომ ადამიანმა იბრძოლოს გაბრაზების წინააღმდეგ და თქვით ეს არის თავდაბლობა, ხო? რა არის რა კაი თვისებები აქვს და რა მომაღლება აქვს თავდაბლობას ესეც ვნახეთ წინაგაკვეთილზე, ამიტომ გავაგზავნებ ხარ და გამჩენის წყალობით თუ იქნება კითხვები, მე მგონი ჩატში თუ დაწერთ დავინახო. რაღაც მე ვერ ხედავ რომ ჩემი კამერა ჩაერთო. არის ჩაერთო ჩემი კამერა? ჩართულია. ჩემთან ჩართულია. კი, მე ვერ ხედავ. წერესტრან, ხო, ვსწავლობ წიგს ორხოთ სადიკიმს, ვისაც აქვს წინ თუ იპოვის შარ ანავა. შარ შენიკეს მეორე ტომია, ხო? და ქვია შარ ანავა, თავდაბლობის ჭიშკრები. უმაი ანავა, კითხულობს ბრძენი, სვავს კითხოს რა არის თავდაბლობა? იახნაა ვეშვილუთა ნეფეშ. ეს არის ქედის მოხრა და სულმდაბლობა. სულმდაბლობა პირდაპირ თარგმანში როგორც გადავთარგმნე, რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის სწორად. სულმდაბლობა, როდესაც ადამიანი არის სულდაბალი და რაღაც გაფუჭებული ადამიანი, ხო? აქ იგულისხმება, როდესაც ადამიანი თავის თავს არ თulis არაფრად. ანუ თავის სული ასე რომ თქვა შალანდავი. თავის სული არ აქვს დაყენებული ისეთ დონეზე, რომ თავის პიროვნებას ანიჭებდეს რაღაც მნიშვნელობას. ვეახშევ აცმო აი და ფიქრობს და ვეახშოვ აცმო აინ კი აინ ანუ თავის თავს არაფრად არ აყენებს, ანუ არაფრად არ აგდებს. როიტყვენ იბრიტოდ ლო მითიახეს ლეაცმო თავის თავს რო თქო იძახს რომ მე არაფერი არ ვარ. ეს რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ ადამიანმა ყველას გააგებინოს გარეთ, ხო? არა, ადამიანმა უნდა იცოდეს შიგნით თავის თავში ეს რაც ხდება, ხო? არ არის აუცილებელი ყველა მიცოდეს რას ფიქრობს და მით უმეტეს რომ მე დაწყებით ეტაპზე შეიძლება ადამიანს ყველას რაღაც კაი თვისებები და მისი ძლიერი მხარე იყოს თავდაბლობა. ანუ თავდაბალი თუ არის და უნდა რომ უფრო და უფრო დახვეწოს ეს თავდაბლობა და როცა ადამიანს აქვს რაღაც თვისებაში არის ძლიერი, ის უფრო ისეთ წერტილებს ხედავს, მინუსებს ხედავს თავის თვისებებში, რასაც დავუშვათ სხვა ადამიანი ამ თვისებაში ვერ დაინახავს. შეიძლება ვიღაცა მიიყვანოს ადამიანი იქამდე რომ გააბრაზოს, ან დავუშვათ ხელი შეუშალოს სამსახურში. ამიტომ ადამიანი უნდა იცოდეს, როდესაც მუშაობს რაღაც თავის კონკრეტულ თვისებაზე, ამიტომ ჯობია რომ ყველა მარიცოდეს რაზე მუშაობს, ხო? ანუ დამალოს და გააკეთოს თავის საქმე. ხო? ისევ და ეს, უმაი ანავა, რა არის ანავა? იახნაა, ეს არის რა არის თავდაბლობა? ეს არის ქედის მოხრა. ქედმოხრილი ადამიანია, არ დადის გაჭიმული, არც როგორც გარედან, არც ასევე შიგნიდან. ვეშიფლუთა ნეფეშ, რომ თავის თავს ასე რომ მნიშვნელობას არ ანიჭებს და თავის თავი გონია რომ მე არარაობა ვარ, ხო? ვეადამ ხაიალბა ბეხოლ ბეხოლ ზმან. და ადამიანი ამ ეს ვალდებულება ამ თვისებისა ადამიანს აქვს ყოველთვის და ყოველწამს, ანუ ყველგან და ყოველთვის, ხო? ლიოტო ნივზე ბენავ უშფელ რუახ ვერახ ჰალება ვერუახ ნიშბარა, ხო? ანუ რა, რომ ყოველთვის ადამიანი უნდა იყოს თავის თავს რო უყურებს, თქოს თავის თვალებში თორ უნდა იყოს, ასე რომ ვთქვათ, ნივზე ბენავ ბაზუი არის ასე რომ ვთქვათ, არც თუ ისე კაი რამ, ხო? ანუ ჩემ თავს რო უყურებ, იძახის ადამიანს თავს რო უყურებს თავის თავს, უნდა გზნობდეს თითქოს რაღაც რუსულად ვთქვათ, ატორაშენის გზნობა უნდა ქონდეს. არ არის აუცილებელი ბოლომდე, ხო? მაგრამ რაღაც ნაწილობრივ უნდა ქონდეს ეს მიდგომა თავის თავს მერტ რომ ბოდიში და ფულ შენახა, ხო? რატო? როდესაც ადამიანი ასე უდგება თავის თავს, ხვდება რომ სადღაც უნდა ავიდეს ზემოთ, ხო? და არ უნდა დარჩეს იქ სადაც არის, რატო? თუ ხედავს თავის თავს, რომ ეხა არ წარმოადგენს არაფერს მნიშვნელობას და პირიქით უფრო რაღაც სამარცხვინო ქმნილება, ანუ ვინც ნორმალური ადამიანია და ფიქრობს თავის მომავალზე, თავის თავს და უნდა რომ ჩამოყალიბდეს როგორც ნორმალური პიროვნება, ანუ იწყებს ზრდას, ხო? ვეშველ რუახეს რაც თქვი თავდაბალი და უნდა ქონდეს რბილი გული. რატო? ვისაც აქვა გული, ქვის გული, ხო გაქვავებული გული ის თავდაბლობას ვერ მუშაობს, ხო? ეგეთი ადამიანი გაუჭირდება ძალიან. კაი. შორეშ ანავა შეახშო ბეაცმო ბეოთ შეჰუ
შალევ ბევეშაკეთი. ძახს ეს რას? საფუძველი თავდაბლობისა ადამიანმა როდის უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა, როდესაც ყველაფერი კარგად აქვს. რატო? უბარი ვეაში და როდესაც არის მდიდარი, ჯამთელი, აშერა ბორე ბარუხუ ხეთი იმოტოვა. რადგანაც მას გაუხდა გამჩენმა სიკეთე, ვეშეհუ ეინო რაუილა და ეს სიკეთე უნდა გონოუდგებოდეს ადამიანი ამ ყველაფერს, მე ეს არ მეკუთვნის. რა არის ეს საჩუქარია გამჩენს. არა თუ დავუშვათ არიან ბიზნესმენები დგანან და ეხა ტრიპაჩობენ, ის მაგ გაკეთებული და ეს მაგ გაკეთებული, ხო? არაფერი არ გეკუთვნის, რო აიღოს ადამიანს, რო ქონდეს დიდი რწმენა, როგორც ეხა დავუშვათ ადგა ადამიანმა და დიდი ჯაფა გაწია სამუშაოში, დიდი რწმენა რო ქონდა, ხელი რო არ გაენძრა ეს ყველაფერი ისეც მოვიდა. მაგალითად, რო დაფიქრდეს ადამიანი რაღაც შეიძლება თქვას, რომ ასისულელებს ლაპარაკობს, მაგრამ მარტივია. გაგვიგია ისტორიები, როდესაც ყოფილა ადამიანი, ვიღაც მოხუცებული, დავუშვათ, ხო? მოხუცებული ადამიანი არავინ არ ყავს. და ეხა მდიდარია ეს ადამიანი. შემთხვევით სადღაც პარკში ესეირნოდა მოხუცი ადამიანი, მეორე ადამიანი ასეირნოდა ბავშვს. გაიცნეს ერთმანეთს, მოხდა რაღაცა, ხო? ადგა და ეს ადამიანი ვის მოხუცია უნდა ნახე, მე არავინ არ ყავს, რომ რაღაც დაუტო, შენ ძალიან მომწოხარ, კაი ადამიანი ხარ. დავუშვათ, მოდი, მასწავლე ესა და ესა, ნამეხმარი ამაში და ამაში ყველაფერს გიტოვებ შენ. ანუ ადამიანს ხელი არ გაუნწრევებია ცხოვრებაში არაფერში, არ უმუშავე ერთი დღე შეიძლება გახდეს მილიარდერი. ან დავუშვათ არის ისტორიები, არც ნამდვილია თუ არა, მაგრამ ყვებია, რომ დავუშვათ ვიღაცამ გაიგო, რომ მისი ბიძა თუ ვიღაცა გარდაიცვალა ამერიკაში და დატოვა მილიარდერი. მიდის და აძლევენ იმის მილიარდერს. იმ ადამიანმა მთელი ცხოვრება თავისი ჩაყარა იმის რო ის კაპიტა მოაგროვა მილიარდები, რა მოხდა? წავიდა და შეხვდა ამ ადამიანს, ხო? ესევე წერს ხოთა ლევავოჩი, რაბენო იონა, ხო? რაბენო ბეხაია. ბოდიში რომ არის რომ ფულიო შენახულ ადამიანი აგროვებს და ინახება სხვისთვის. თუ გახსოვთ ვისწავლეთ ჩვენ, ხო რომ აგროვებს ადამიანი გონია რომ აი ცოტაც და რაღაცას იყიდის დავუშვათ. ახალ დაქორწინებული ოჯახია. ბიჭმა აგროვა ფული, მილიონერი რო გავხდები, ცოლს მერე მოვიყვან, ხო? ესაც დიდი შეცდომაა და ეს ტრაგედიაა, შეცდომა არ არის, ხო? და ბევრი ცხოვრობს ამ გაგებებით და სისულელეა, ხო, აბსოლუტური. და შეაგროვა ეს მილიონი, მოიყვანა ცოლი, მართლა დაიფაროს, გადაბრუნდა ეს ადამიანი, წაიღო წერილი, გავიდა გაყმა, დარჩა მილიონი ვის ამ ქალს. გათხოვდა ეს ქალი, მეორედ, ვისთან წავიდა ეს მილიონი, იმ ბიჭთან ვის მოიყვანა ეს ქალი მეორე ცოლად, ხო? ეს არის კლასიკური ისტორია, რაც მოყავს ბრძენს. ამიტომ რა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რაც გასაკეთებელი ეხლა უნდა გააკეთო და რაც ეხლა შენ გააკ, ეს არის რაც მარტო საჩუქარია გამჩენს და არ მიიწერო შენთვის რომ შენი გაკეთებული და შენი ჭკუის და შენი გასაქანის გამოგაკ მიღებული, ხო? ושיחשוב גדולת האל ורוממות תפארתו, ויחשוב מה אני, הלא אני בריאה שפלה מאוד, ხო? და უნდა იფიქროს ადამიანმა ყოველთვის რა დიდია გამჩენი და რა მშვენიერია გამჩენის, ასე ვთქვათ, თიფარტო, თიფერეთ ეს უკვე არის, დავუშვათ, შერწყმა ორი თვისების, ხო? მრისხანების და ასე რომ ვთქვათ, მრისხანების არა, მოწყალებისა და დინის, ну, დავუშვათ, მრისხანება დავარქვა. მოწყალების და მრისხანების შერწყმა, ხო? ანუ გამჩენი როგორ მართავს გამჩენის მიერ ამ სამყაროს მართვაზე. თუ რა მშვენივრად აქვს, ყველაფერი გამჩენს განლაგებული და გაწყობილი ამ სამყაროში, ხო? ასე გდოთ აელთო, ვიახშოვ მაანი, დაიფიქროს მაანი, რატო იძახის ბრძენი მაანი. ადამიანს ვინმე ჩვენ თავს მოიხსენიებთ, როგორც რა ვარ მე, არა, ყველა მოიხსენიებთ, როგორც ვინ ვარ მე, ხო? ანუ რა, დავუშვათ, ცოტ რამოდენმე ფარშად ჩავისმე, იქნება მოშე რაბენო იტყვის მაანახნო, ხო? არონზე და მოშეზე. რა ვართ ჩვენო? ანუ რა, არა თუ ადამიანად, არაფრად არ თuliდნენ თავის თავს, ხო? არ ასე რომ ვთქვათ, არ განსაზღვრავს ადამიანის ასე რომ ვთქვათ, ენოშუთ, როგორ უნდა თქვა, ქართულად არ ვიცი, ხო? ანუ კაცობრიობაზე, ადამიანზე არ ლაპარაკობს. მა არის საგანს აღნიშნავს, ხო? როგორც რა და ვინ. მი არის ვინ, მა არის რა, ხო? ანუ ადამიანი უნდა იფიქროს რა ვარ მე, ანუ რომ არა თუ ადამიანად ჩავთვალოს თავის თავი, შიგნით გულის სიღრმეში უნდა იცოდეს რომ არარაობაა, ხო? მოკლედ. ჰალო ანი ბრია შველა მეოდ, აგერ მე ვარ ძალიან დაბალი ქმნილება, ვანი ბაოლამ ჰაშაფელ ვეაკალე. და მე ვარ დაბალ სამყაროში, რომელსაც აქვს ბოლო, ხო? ანუ რაზეა საუბარი, ადამიანმა უნდა იცოდეს ეს სამყარო მუდმივი არ არის.
მოვა დღეს სამყარო დამთავრდება და თუ დააკვირდება თვითონ არის მოსული ჯერ ამ სამყაროში თუ ეს სამყარო დამთავრდება მით უმეტეს შენს დამთავრდება თუ იცხოვრებ ამ სამყაროში ანუ რა თუ მოეჭიდები ამ სამყაროს არა აქვს მუდმივობა ამ სამყაროს აქვს გარკვეული გამოყოფილი დრო ხო 6000 წელი იქნებოდა დამთავრდება ყველაფერი შენ თუ ეჭიდები ამ სამყაროს და ცხოვრობ რასაც ყველამაზე ხო ამ სამყაროთი რასაც ეჭიდების დროებითი ანუ ამაში არ არის ლოგიკა არ არის სიბრძნე და არ არის ნორმალური რა იცხოვრო მარტო მაგით რატო უნდა იცხოვრო იმით რასაც აქ დასასრული უნდა იცხოვრო იმით რასაც არ აქვს დასასრული ხო ანუ სულიერებას არ აქვს დასასრული ויחשוב כל מעשים טובים שיוכל לעשות, ეხა იმ ფაქტი მოდის, ხო? და იფიქროს ყველაფერი რაც შეუძლია რომ გააკეთოს, אינם כי אם טיפה מן הים נגד מה שאני חייב לעשות. ან დავშტრო წავიკითხოთ ასე, ხო? ცოტა მძიმე რაღაცა. ხან გონია რომ ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებ. გინდ რელიგიაში იყოს, გინდ უბრალოდ რაღაც კაითვისებებში იყოს, ადამიანობაში იყოს, ხალხს გონია რომ რაღაცას ვაკეთებ. იძახის ბრძენი და უნდა იფიქროს ადამიანმა თუ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ეს არის წვეთი წყალში, რაც შემილია რომ გავაკეთო. ან რაც არ უნდა მქონდეს გაკეთებული, ეს ყველაფერი არის წვეთი წყალში, რაც შემილია რომ გავაკეთო, ხო? ანუ მოიწონს ადამიანს რაც არ უნდა აკეთო, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ გაამაყდე, ცხვირი აწიო და დაგავიწყდეს გამჩენი, ხო? ვეასე ქოლმა ასა ლიხოთ შამაიმ და გააკეთოს ადამიანმა უნდა აკეთოს ყველაფერი ლეშემ შამაიმ, ხო? გამჩენის სახელის მოსადიდებლად ველო ლეახნიფ ლეშუმ ადამ და არ უნდა იყოს ეკილიკოს ასე რომ ვთქვათ არც ერთ ადამიანს ანუ არ უნდა ეცადოს მოწონება იპოვოს ხალხის თვალში ეს არ უნდა იყოს ადამიანის სამსახური ანუ რა რას გვასწავლის რაც არის დავუშვათ ჩვენზე ვილაპარაკოთ ხო ჩვენ დიდი პრობლემა რომ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვაკეთოთ ის რაც ხალხს მოწონს ეს არის ყველაზე დიდი მტერი ადამიანის რატო ბოლო ადამიანი რომ ვერ პოულობს მოწონებას ხალხის თვალში ისე როგორც სხვები აკეთებენ გადის რაღაც საზღვრებიდან და იწყებს ისეთი რაღაცების კეთებას, რაც უკვე ხანდახან ამაზრზე ნიშაა, ხო? რატო რომ ფიქრობს ხალხი რას იტყვის? ხალხი რას იტყვის არ უნდა გაინტერესებს. შენ უნდა გააკეთო რაც გასაკეთებელია, ნაღდად რაც გასაკეთებელია. არა რასაც შენ თვლი, არამედ რაც ნაღდად გასაკეთებელია. ველო ლეშუმანა და არ უნდა გააკეთოს არაფერი, რათა მიიღოს სიამოვნება, ხო? ანუ ეხლა ჩვენ ვხედავთ ასე რომ ვთქვათ, ლიან დაგებს როგორზე უნდა დადგეს ადამიანი, ხო? თუ პატარა გადახრა ექნება, რა თქმა უნდა, სადღაც ეს არ არის ტრაგედია. ადამიანია და თორაში ხანდახან თალმუდში არის მაგალითები, რომ დავუშვათ ერთი ბრძენი ცდილობს, რომ ძალიან გაართულოს, ხო? ანუ ვთქვათ, ცოტა უფრო ფარგლები შებოჭოს ალახაში. შეიძლება მეორე მუთხას არა, ჩვენ ანგელოზები არ ვართ. თორე არ მიეცა ანგელოზებს, არამედ მიეცა ადამიანს. რა არის ადამიანი? ადამიანი შეიძლება შეეშალოს. ამიტომ შეშლის არ უნდა ეშინოს. ადამიანს უნდა ეშინოდეს, როდესაც არასწორი გზით დადის და უხარია. თორე შეშლით არაა პრობლემა. შეგეშალა დაბრუნდი გზაზე, ხო? ახი ასე აკოლ ლიშმოა გადაოლ, არამედ გააკეთოს ყველაფერი გამჩენის დიდი სახელისთვის, რომ მოადიდოს და გაანათოს მის სახელი, რომ ყველა რო დაინახოს მის საქციას, თქვა რა დიდია გამჩენი, ხო? რომ ამას დაეწეროს გამჩენის სახელის მოდიდება. ზე შორეშა ანავა, ესაა საფუძველი თავდაბლობისა. אבל הנכנע לפני הבורא, ברוך הוא כשחלה גופו, או אחד מאיבריו, או בעת שמתים בניו ואוהביו, או בעת ירידתו מעשיו וגדולתו, מאושרו וגדולתו, או כשיזקין באמת, לעולם הענווה והשפלות מקובל לפני השם ברוך הוא, אך לא הגיע בזה לעיקר הענווה. חזרתי זרקס, მაგრამ თუ აქამდე რაც ვილაპარაკეთ, საუბარია სანამ ადამიანი ახალგაზრდაა, დაუშვით, ხო? ან ძალა შეწევს, მნიშვნელობა ასაკს, ანუ ძალა აქვს. ანუ აქ გასაკაი შეუძლია წავიდეს მარჯვნივ, შეუძლია წავიდეს მარცხნივ, ხო? იძახის აქამდე ვილაპარაკეთ მაგაზე, ხა იძახს, მაგრამ თუ ადამიანი დაიწყებს თავდაბლობაზე მუშაობას, მაშინ, როდესაც დაუშვათ ავათაა, ხო? ან აქ კორონა, ხო? ან დაუშვათ ერთ-ერთი არ არის თელტანი არ აქვს დაავადებული, არამედ რაღაც გარკვეული პატარა დაავადება, ხო? ან მაგალითად თუ ხას შალომ შულები უკვდება, ხო? ხედავს რომ ამხელა მისხანება მოდის გამჩენისგან მასზე, ხო? თუ აქაც ვერ ხედავს ადამიანი, ნუ ასეთ ხალხზე უკვე თორე აღარ ლაპარაკობს, ხო? ადამიანს რომ მოზის პრობლემები და არ აქცევს ყურადღებას, ხო? ო ბეეთ იერიდატო მიოშრო გდულატო. ან თუ ადამიანი კარგავს ფულს
ან კარგავს თავის სტატუსს, დაუშვათ იყო დირექტორი, გახდა მენაგვი, ხო? იძახი ამ ბრძანები, რომ როდესაც ადამიანი კარგავს სტატუსს, შამაიმში მასზე ძალიან გაბრაზებულები არიან, ხო? ან თუ იყო მდიდარი და დაკარგა მთელი ქონება, ხო? ქონება მის დაკარგა, მიცვალებულთა უფულო ადამიანი, ღარიბი ადამიანი, ღატაკი გაიგივებულია კუდართან, ხო? ქეშიასკი ან თუ დაბერდება ჭეშმარიტად, ხო? იძახის ბრძენი ყოველთვის მიღებულია ადამიანის თავდადებული, მაგრამ ის, რასაც შეეძლო რომ მიეღწია, მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად ქონდა და არ გააკეთა, ეს ის დონე არ არის, ხო? დაუშვათ ამას წერს რამბამი თეშუბის წესებში. იძახს რამბამი, როდესაც ადამიანი ახალგაზრდა, თუ მაშინ დაბრუნდება, ესაა ჭეშმარიტი თეშუბაზე დაბრუნება. როდესაც შეეწევს ძალა აკეთოს ყველაფერი რაც უნდა, ან როგორც ფიზიკურად, ასევე დაუშვათ ფულის მხრივ, ვთქვათ, რომ როდესაც არის საშუალება, ადამიანს რომ შეწევს ძალა აკეთოს ის, რის გაკეთებაც უნდა. არა თუ ვერ აკეთებს იმას, რა ფიზიკური მინუსის გამო, რომ დაბერდა, ან ფული არ აქვს. ან როდესაც ადამიანი არის, რუსულად რო თქვენ, ვუდარე, ხო, ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ თუ გააკეთებს თეშუბას, ეს არის ყველაზე მაღალი დონე თეშუბის, ხო? მე შემდეგი დონეა თუ უკვე ცოტა დაბერდა. ყველაზე დაბალი დონე რა არის, როდესაც ადამიანი კვდება, აღარაფერი აღარ დარჩა. всё. მალახამავედი თავზე ადგას, ცალი ხელი ჩაჭრებულია მალახამავედის ხელზე, всё, მიდის, ხო? მაშინ თუ გააკეთებს თეშუბას, ეგეც თეშუბაა, მაგრამ შამაიმში როვა, ანახები რომ შენ შეგეძლო გააკეთებინა უკეთეს თეშუბა, მაგრამ ის რაც გასაკეთებელი შეგეძლო გააკეთებინა, ეს არ გააკეთე, ხო? იგივე აქაც ადამიანს როცა აკძალა, როდესაც არის ვიღაცაზე მაღლა, თუ თავს დაიდაბლებს და იქნება თავდაბალი და ყველას შეხედავს ნარავნია და არავის ზევიდან არ გადახედავს, ეს უფრო დიდია, ვიდრე ყველაზე ქვევიდან რო დგას და მერე იწყებს ვიღაცასთან თავის გატოვებას, ხო? וחייב להתנהג בענווה, במשא ובמתן עם בני אדם בענייני הממון, לפני משורת הדין עם כל אדם. დავალდებული ადამიანმა ყველა სხვა თავდაბლობით მოიქცეს დაუშვათ ყიდვა გაყიდვაში, ვაჭრობაში, ბიზნესში, საქმეში, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, სამსახურშიაც არის. მოიქცეს თავდაბლობით და გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მისი ვალდებულება. ხასიდუთი უნდა გააკეთოს, ხო? וכל הנהגתו עם העולם, הכל יהיה בשפלות ובנחת. და ყველა ადამიანებთან, ნებისმიერ ადამიანთან, ყველა მოქმედება უნდა კონდეს წნარად და თავდაბლურად, ხო? ანუ არ უნდა იყოს დაუშვათ ხანდახან არის საქმის აკეთებენ, ერთი წარმატებულია, მეორე ნაკლებად და всё, ცხვირია გაწეული შამაიმამდე, ხო? და ეხა ამასთან შენ იმასთან რომ საქმეს აკეთებს, ანახებს რომ შენ არაობა ხარ და ჩემთან რომ მოხვედ საქმის გასაკეთებლად წნარად ხარ. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში, თუნდაც დაუშვათ ორი ადამიანი გაკვეთილს აკეთებდნენ. ყველაფერი უნდა იყოს ნარავნია, თავდაბლობით, მასეთ ადგილას არის შეხინა, მასეთ ადგილას არის ზიადადიშმაია. თუ დაუშვათ დირექტორი ბობოქრობს თავისი მეებზე, რა ქვია, თანამშრომლებზე, ხო? ხვალე თუ გაღარიბდება, არაფერი არ გული არ დაწყეს, რატო? ამ ხალხს რო წურავდა და წვენს ადენდა და გუსტკენდა და სულში აფურთხებდა, მოვიდა დრო, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს არავის ეს უნდა მიაბარონ ხალხის ბედი. ועיקר הענווה שיכנע לאותן שהן תחתיו. და ძირითადი სად ვლინდება და სად არის ძირითადი სამუშაო ადამიანის რო იყოს თავდაბალი, იქ სადაც მის ქვეშ არის ადამიანი ვითარებაში, როდესაც მის ქვეშ არის ხალხი, ხო? დაუშვათ, როგორც ვახსენეთ, დირექტორი, ან დაუშვათ, არ ვიცი, მასწავლებელი და მოსწავლეები და ასე შემდეგ, ხო? כגון לעבודה ולבני ביתו, ולאותן עניים שהם מתפרנסים ונהנים ממנו. მაგალითად, მოყავს ადამიანს ხავს მონები, ან ოჯახის წევრები, ხო? ან გაჭირვებულები, რომელსაც ეს ადამიანი ეხმარება, ხო? ყველას ასეთ ხალხთან უნდა იყოს ადამიანი თავდაბალი. მან ვლინდება შენი პიროვნება. იქ სადაც რაღაცას აკეთებ და რაღაცა გეთქმის და შენ თუ შეთავს დაიდაბლებ, მან ჩანს რომ შენ ხარ თავდაბალი, მაგრამ ადამიანს რომ საჭმელი არ აქვს და შენ აჭმევ და ეხა მაღაზე ცხვირიდან ადენ ამ რაც მიეცი და ახსენებ ყოველ წამს, ეს უკვე არ ჩანს ადამიანი ერთ თავდაბალი, ხო? והוא אינו צריך להם ואינו ירא מהם. רטו არის ეს? რადგან ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხარ დირექტორი, შენ ხარ ასე ვთქვათ ბალაბაით, ხო, ის რასაც მიღებული, შენ ხარ მართველი კომპანიის, ან შენ ხარ ბატონი ამ ადგილას, ან რაც როგორც არის, ხო, დირექტორი, შენ ქვევით ვინც არის, რო იტყვიან ასე, პაბალშომ, ბეგადოლ, არავინ არ გჭირდება, ხო, მათ შემცვლელს ყოველთვის იპოვე,
ხო? ხელფას თუ აძლევ ხალხს, შემცვლელსაც ყოველთვის იპოვე. შეუცვლელი არავინ არ არის, ასევე შენც. მაგრამ როდესაც არავინ არ გჭირდება და იმათთან ხარ თავდაბალი, მან ვლინდება შენი თავდაბლობა. ანუ გაითვალისწინე, როდესაც ვიღაცას ელაპარაკები და იმის სტატუსი არა აუცილებელი დირექტორი, თუ შეიძლება მეზობელი იყოს. შენი სტატუსი, ცხოვრების სტატუსი, თუ წარმომავლობის სტატუსი, თუ რაც არ უნდა იყოს, უფრო მაღლა ვიდრე მეორე ადამიანის და იმასთან შენ გახარ ნარავნი, არა თუ მარტო გარედან რო ელაპარაკები ამასთან, არამედ შიგნით შენ თავს არ გრძნობ და არ თვლი უფრო მეტად ვიდრე სხვა ადამიანი, ეგაა ჭეშმარიტი თავდაბლობა. ვენიხანა ლეალმანოთ და თავი უნდა მოიხაროს ქურვების წინაშე, გერების წინაშე და შეეცადოს შევიდეს მათ კიბილში. ვიაშონანონო ზევი აიოდ და ბოლოს ამატებს ისაც ძალიან მაღალი დონეა, რომ როდესაც ადამიანს ესმის როგორ ლანძღავენ მას. არ არის აუცილებელი დადგენ და პირში აგინონ, ხო? და ესმის როგორ ლაპარაკობს ხალხი მასზე, ხვდება რას ფიქრობს ხალხი მასზე, ან თავშოთ გაივლის და რაღაცა სიტყვიან და თავისი თავდაბლობის გამო ხმას არ გას. არა თუ არ შეუძლია ხმა გაწეს, დგას 200 კაცი იმები, დანები და იარაღები და გაიარა შეაგინეს და ხმა არ გასწა. ეგ არ არის თავდაბლობა. მან ხმას ვერ გაცემდა, იმიტომ რომ გააფრთხილებდნენ ძირზე, ხო? არამედ სადაა თავდაბლობა, რომ შეუძლია გაცეს პასუხი და საკადრისი პასუხი გაცეს, მაგრამ გაჩუნდა. რატო? მე ვინ ვარ ლაპარაკობ, მე ვინ ვარ, მე არაფერი. არა თუ მე ამათ დონეზე არ დავალ. ეს არ არის თავდაბლობა, ეგ სიამაყეა, ხო? ხანდახან გვესმის, რომ ეხა მე ამას პასუხს არ გავცემ, რატომ მე ამის დონეზე არ დავალ. ხო? ერთი მხრივ შეიძლება ჯობი ადამიანი ეგრე მოიქცეს და არ გააკეთოს მახლოკეთი, ხო? არ მოახდინოს აყალმაყალი, მაგრამ მეორე მხრივ იცოდეს რომ ამაყია. რომ მე შენ თუ პასუხს არ გცემ, იმიტომ რომ შენ მიხარე ხარ, რომ შენ თავი გაგიხადრო, ეს სიამაყეა. არა, ადამიანს იცოდეს, კაი, რას თქვენს თქვენს რა ვქნა, მე ვინა ვარ, იქნებ მართლა ეგრეა, თავი ჩახროს გას, ეს არის ყველაზე მაღალი დონე, ეს არ რთულია. ჩვენ თქვით, რომ ძირითადად ეს ყველაფერი, აი ეს რაც ქვია, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და ჩუმად არის, ეს იყოფა სამ ნაწილად, ხო? პირველი არის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და პასუხობს, მაგრამ არ აყენებს თვითონ შეურაცხყოფას, ხო? ანუ მაგალითად დავუშვათ უთხრეს რაღაცა, ცუდი, უპასუხა, ეკითხება, რატომ მეუბნები? ამაში ცუდი არაფერი არ არის. არ პასუხობს იგივე სიტყვებით, რაც მას უთხრეს. უნდა ეკითხება, რატო თქვი ეს ჩემზე? აინტერესებს, იქნებ მიზეზი არის, მართლა ჭეშმარიტ არ თუ ეძებს ტყუან მარს, აინტერესებს, იქნებ ჭეშმარიტად არის მიზეზი, რომ აყენებენ შეურაცხყოფას, ხო? მეორე საფეხური უფრო მაღალი არის, როდესაც აყენებენ შეურაცხყოფას და ჩუმად არის, აი ეს რაც ეხლა ვთქვით და ყველაზე მაღალი საფეხური არის, როდესაც აყენებენ შეურაცხყოფას და უხარია. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ჩვენგანაა განსაკუთრებით კავკასიელებისგან, ჩვენზე ხო საუბარი ზედმეტია. ძალიან შორსაა, მაგრამ უნდა ვიცოთ, რომ არის ეს რაღაცები, ხო? კაი. ეშუდანავატოვა მეოდ. არის კიდე ერთი თავდაბლობის კუთხე თავდაბლობაში, ქეგონ მიშენიხნა ლიფნეი რაბო. ვინც კეთს იხრის თავდაბლობა, ანუ კაი თავდაბლობა, ასე ვთქვათ, ვინც კეთს იხრის თავისი მასწავლებლის წინაშე, რაბის წინაშე, ველიფნეი ხახამინ და ასევე სხვა ბრძანების წინაშე, ველიფნეი ცადიკიმ და ასევე წმინდანების წინაშე, ჰაულხიმ ბედარხეიაში, ეშარიმ, რომლებიც დადიან სწორი გზით, ვეხოშევბელი ბო ელუჰემ ავდეიაშემ ბარუხუ, თუ ესენი არიან გამჩენის მოსამსახურეები, ხო? გამჩენის მოსამსახურეები. მეშართა ვეოჰავა. მაშინ მე ესენი მიყვარს და ვემსახურები მათ, ხო? მოსამსახურეთ ხა ისო და ისო, ხო? ჩვენ სიამაყე გვენ რა, მოსამსახური რატო უნდა ვიყო ვიღაც? არა, ემსახურები რა. თუ ხედავ საჭიროება აქ ადამიანს, შენ გააკეთე იმის გასაკეთებელი. ანახე რომ მათთან ახლოს ხარ. ხარ გვანახებს რატომაც იძახის ამას, ხო? უბავურზე იაშპილ აცმო ლიფნეჰემ უმეხაბდამ, ხო? ამიტომ ამის გამო უნდა მოიხაროს დაიმდაბლოს თავის თავი, ხო? ეს მათ პატივი. გამზე ანავატოვა და ამასაც ქვია კარგი თავდაბლობა. შეახშო ეხანა ახლა მოყავს სხვა რაღაცა, რომ ჩათვალოს, რომ მოვიხრი ამათ ხახმების წინაშე და ცადიკების წინაშე კეთს, რატო? კდეი შეკარვუნი, რათა დამიახლოვონ მე. ვილამდუნი ვეოლიხუნი ბედარხეიაშენ ბარუხუ, რატო? რათა დამიახლოვონ თავისთან, ხო? მიმიღონ თავის წრეში,
მომცენ შენიშვნები, რაც სწორი შენიშვნებია, რომ სწორ გზაზე დავდგე, ხო? და მატარონ იმ გზაზე, რაც არის გამჩენის გზა. და აკვირდით წეღან რა თქვა ზევით, რომ არც ერთი ადამიანის თვალში არ უნდა ეცადოს ადამიანმა, რომ მოიპოვოს მოწონება, ხო? თავიდან თქვი. ხა როგორ ზევით მეუნები მოწონება არ მოიპოვა, არ ეცადო რომ მოწონება ქონდეს ვიღაცის თვალში. ეხლა მოდი ხარ და მეუნები, რომ როგორ ბრძენების წინაშე თუ მოიხრი ქეც, ყველაფერი კარგადაა. ანუ რას ხედავთ, რომ ერთი და იგივე საქციელი, რასაც ქვია ქედის მოხრა და ორივე ემსახურება იმას, რომ მოწონება იპოვო ვიღაცის თვალებში, რადგანაც ადამიანს შეიძლება ქონდეს ორი სხვადასხვა განზრახვა. ერთი რომ დაუშვათ მიაღწიოს თავის საწადელს, დაუშვათ არა გამჩენის სამსახურში, ამას ქვია ქილიკი, ხო? ადლიზავაცა, რასაც ქვია ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ყველამ რომ კარგად გავიგოთ, ეს არის, ხო? ანუ რომ კლესაობა, რომ თავისი ბატონო პათხალიმი. პათხალიმო, ხო, პათხალიმობა, რატო? რათა თავის სანუხვარს, თავის საწადელს მიაღწიოს, ხო? მაგრამ მეორე, თუ ემსახურება იმას, რომ სულიერად გაიზარდოს გამჩენის სამსახურში ავიდეს მაღლა და დაუახლოვდეს გამჩენის გზას, ხედავთ, რომ ამას არ ქვია პათხალიმობა. პირიქით, ეს უფრო საკებარი, ანუ ერთი და იგივე მოქმედება, ერთი და იგივე მიზანი, მაგრამ ასე ვთქვათ, გასამსჯელო ორი სხვადასხვა რაღაცაა, ხო? ויש עוד ענווה, რამდენი דקה דרו? 7 წუთი. ויש עוד ענווה טובה מאוד. და ასევე არის კარგი თავდაბლობა, შეიხანა לפני תלמידיו ויפרש להם כל סתום. იძახს და ასევე არის კარგი სწორი თავდაბლობა, რომ ადამიანმა მასწავლებელმა, ან რაბიმ იცი ხო, მოიხაროს ქედი თავის მოსწავლეების წინაშე. რაზეა საუბარი? რომ აუხსნას ყველას, რაც არის დაფარული მოსწავლეების. მაგალითად, სწავლობთ თემას და ადამიანს არ ესმის, ხო? რა უნდა გააკეთოს, ვინც ასწავლის, დაიდაბლე შენი თავი, მოამზადე გაკვეთილი და ახსენ იქამდე სანამ ასახსნელია. ადამიანი რომ მოვიდა გაკვეთილზე, არ უნდა წავიდეს ისეთი როგორც მოვიდა, უნდა წავიდეს მინიმუმ რომ რაღაცა გაიგო, ხო? La gadol לפני גודלו ולקטן לפני קטנו. დაუშვათ არის ადამიანი, ვინც უკვე წასულია წინ გამჩენის სამსახურში და ადამიანი ვინც დღეს მოვიდა გაკვეთილზე, ხო? ორივეს ერთ დონეზე ვერ დაელაპარაკები, ამიტომ ვინც მაღალ დონეზეა, კითხვაზე უნდა გასცე იმის დონეზე პასუხი, ვინც დაბალ დონეზე, კითხვაზე უნდა გასცე პასუხი იმის დონეზე, რატო? ვინც მაღალ დონეზე იმას რომ გასცე პასუხი დაბალ დონეზე, ხვალე აღარ მოვაგაკეთებს. რატო ინტერესია რა, ჩაუქრება ყველანაირი სურვილი წინ წავიდეს, რატო? უკვე ადამიანს აქვს ის გრძნობა, ასაც ქვია სვია, ანუ რომ არის დანაყრებული. როცა სინაყრის გრძნობა აქვს, ადამიანს აღარ უნდა დაბრუნება, ხო? როცა გაძღა ადამიანის აღარ ბრუნდება საჭმელთან, ხო? როცა დანაყრდა აღარ ბრუნდება თებშთან, ხო? როდის ბრუნდება თებშთან, სანამ არ აქვს სინაყრის გრძნობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, როცა ადამიანი თორას სწავლობს, ხო? მაგრამ მეორე მხრივ რო გასცეს იმას, ვინც დღევანდელი მოსულია, დღეს მოვიდა გაკვეთილზე, დაუშვათ, ახალი ადამიანი, ახლა იდგავს, დაუშვათ, მათემატიკა არ იცის, ალგებრა და ახლა შენ უხსნი ამას უმაღლეს მათემატიკას, ხო? საერთოდ ურაფს ვერ გაიგებს, ხოლმე იმიტომ არ მომენტ რომ ვაფშე ვერაფერი არ ესმის, ხო? ვიფარეშ, ვიახზორ, ვიფარეშ, בסבר פנים יפות. ახსნას და დაბრუნდეს, ახსნას და დაბრუნდეს. რამდენჯერაც საჭირო იქნება რომ დაბრუნდეს და ახსნას, იმდენჯერ რომ დაბრუნდეს და ახსნას ნორმალური სახით. არა ბოლკას გადარეული სახით უყუროს, ხო? გამსახურდია სახით უყუროს და იმას უქმნას, რა ქვია. ადამიანი პირიქით თავის ანუ გაბრაზებით უფრო ჩაკეტოს, რომ საერთოდ ვერაფერი აღარ მოსწონს, ხო? რაც შეიძლება წნარად, რბილად, ღიმილით უნდა უხსნეს. ველო მარ ეხი აშივ ალავ ადშიავი, ჰალო ლიბო კაშეკაევენ. და არ თქვას თავის გულში რო რისთვის აუხსნა, რისთვის დაბრუნდა, რისთვის ვიწვალო ეხა ამის ახსნა, ქვა გულია ქვასავით, ხო? არაფერი არ ესმის. ვისადერ ინიან ბენახად კამაპამი დაულაგოს, ასე რომ ვთქვათ, რასაც ასწავლის, ჩამოუყალიბოს, როგორც რა კუთხიდანაც საჭიროა რამოდენიმეჯერ. უქვარია და სხაროშელ რაბი პრედა და უკვე იცი თალმუდში არის მასახეთი რო ვინში იყო ეს ბრძენი რაბი პრედა, რომ თავის მოსწავლეს 400-ჯერ აუხსნა, რაც ასახსნელი იყო, ხო? ხედავთ თუ რამხელა მოწმინების უნარი ქონდა, რომ 400-ჯერ აუხსნა და რამხელა სურვილი ქონდა მოსწავლეს 400-ჯერ მოისმინა და იჯდა და კიდე ისმინა, ხო? ადამიანს ხანდახან მინდა რაღაცა აუხსნა, ორჯერ უხსნი, მესამე აღარ უნდა გაგივა, ხო მითხარი უკვე. ანუ
ორივე მხარეს ხედავთ რა მოხდა სამაგიეროდ რა მიიღო რაბი ფრედამ 400-ზე რა უხსნა 400 წელი დაუმატეს სიცოცხლე ხო ანუ დიდი რაღაცაა მოთმინება თავდაბლობა თავის შეკავებულობა გაიგო თუ არ არის ადამიანი თავდაბალი ვერასდროს ვერ გაიგებს რა თქვა მეორე ადამიანს ხო ახლა ალბათ უკვე რამოდენიმე წუთში შეწყდება ის რა ქვია ეთერი თუ არის სურვილი რომ გავაგრძელოთ შეიძლება კიდე გავაკეთოთ თავიდან ჩართვა ანუ ხედავთ რომ დიდი თვისებაა და დიდი გასამსჯელო აქვს და უნდა ვიცოთ რომ ადამიანი მიაღწიოს იმას რომ დავშოთ თუ ძალიან თავდაბალი ვერ ვიქნებით მინიმუმ ისეთი ვიყოთ რომ ყველაფერს მაინც არ გაუბრაზდეთ ხო ამ ყველაფერს ახლა რასაც ჩვენ სწავლობთ არ სწავლობთ იმიტომ რომ ყველა თვისება ერთად ავიღოთ ხო რადგან ჩვენ ძირითად სამუშაოდ ავიღოთ რომ ვიმუშაოთ გაბრაზებაზე უნდა ვეძებოთ ყველაფერი ნახეთ რა ცუდი მხარეებია გაბრაზებას ხო ვეძებოთ წამალი ერთით შეიძლება რომ უმკურნალოთ გაბრაზებათ აი გავჩერდები და თუ არის სურვილი მომწერეთ იმაში ჩატში გამჩენს ყოველ შევეცდები გავაკეთო თავიდან თუ რამეს გავუგებაქაულოს კარგით აბა დროებით რა ვიცი შაბუატოვ